რამდენადაც გვაქვს quorum-ი დავიწყოთ. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს განსაზღვრული მხოლოდ ერთი საკითხი, მესამე მოსმენით გვაქვს საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტში შემავალი 3 კანონი არის, რადგანაც მესამე მოსმენა არის და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს მოიაზრებს, გთხოვთ მომხსენებელს უთხოვ, რომ წარმოადგინოს ის შენიშვნები, თუმცა სანამ მომხსენებლამდე გადავალთ, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. ჩვენ გვყავს საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მინდია დიასამიძე და გთხოვთ ბატონო მინდია. მოგესალმებით ქალბატონოს ხმის თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივცემული კომიტეტის წევრებო. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონ პროექტში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განხილვისას რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა. კარგით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილება. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ამ შემთხვევაშიც კანონ პროექტი უცვლელი რედაქციით წარმოდგენილი. და კანონ პროექტში პაკეტში შემავალი ბოლო კანონი, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპვათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, აქ თუ განხორციელდა. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ბოლო პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპვათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, კომიტეტის აპარატთან შეთანხმებით კანონ პროექტში მესამე მოსმენისთვის განხორციელდა რედაქციული ცვლილება. კი ბატონო, აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს იყო უბრალოდ სახელის ცვლილება, როდესაც სამინისტროს შეიცვალა სახელი, შესაბამისობაში მოვიდა კანონმდებლობაც და მხოლოდ ეს, ასე ვთქვათ, რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო. კომიტეტის წევრებს ვთხოვ მხარდაჭერას. მადლობა. თუ სხვა საკითხი არ არის, შეგვიძლია კომიტეტი დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობა.